დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება, როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, ფართოვდება урგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს. ასევე დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი, წლიური ლიმიტი აქ 15,000 ლარია. ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა წლიური ლიმიტით 12,000 ლარი დაფინანსდება 80%-ით. ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა ანაზღაურდება ფიზიოლოგიური 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა ის საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა. 28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში 1,047,658 ბენეფიციარია დარეგისტრირებული. რეგისტრაციის პროცესი ორგანიზებული არის დილიდან საერთოდ აკუთვნილი არანაირი შეთანხმება, სულელებს დაუყოვნებლივ შეუძლიათ მიიღონ ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია, ეს ხდება როგორც მოგახსენებთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველას ვინც 1 ივლისის მდგომარეობით არ მონაწილეობდა კერძო სადაზღვო პროექტებში, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სერვისი, რომელიც გათვალისწინებული არის მათ უკვე გაფართოებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან. თუ ადრე ოჯახის ერთი წევრის, რომელიც წარმოადგენდა ოჯახის სოციალურ მომსახურების სააგენტოში დახმარება შეადგენდა 30 ლარს, გახდა 60 ლარი, ხოლო ოჯახის ყველა მომდევნო წევრის დახმარება 24 ლარიდან გაიზარდა 58 ლარამდე.